დაადგინეთ როგორია მოცემული რიცხვები. მარტივი, შედგენილი თუ არც ერთი. საინტერესოა საკმაოდ. მოდი ჯერ განვმარტოთ რა არის მარტივი. მარტივი არის რიცხვი, რომელსაც აქვს ორი გამყოფი. ორი გამყოფი. და ორი ოღონდ მხოლოდ ორი, არც მეტი, არც ნაკლები. ზუსტად ორი გამყოფი. აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ. თქვათ გვაქვს რიცხვი 3-იანი. თქვათ გვაქვს რიცხვი 3. 3-ის გამყოფები რა არის? გამყოფები არის 3-ის 1 და 3. ანუ თავის თავი. ესე იგი სინამდვილეში ორი გამყოფი გულისხმობს თავის თავსაც, ანუ ორი გამყოფი ყოველთვის თურმე არის 1 და თავისი თავი. თავისი თავი. ესე იგი მარტივი რიცხვი თუ გვაქვს აქ, ისეთი უნდა იყოს, რომ მას ყოფდეს მხოლოდ ერთიანი და თავისი თავი, მეტი არაფერი. კარგი. შედგენილი რიცხვი რა არის? შედგენილი რიცხვი არის მარტივი რიცხვების ნამრავლი. მორჩა გათხოვდა, ესე იგი რიცხვი თუ არის ორი მარტივი რიცხვის ნამრავლი ან მეტის, ესე იგი ეს არის უკვე შედგენილი რიცხვი. ასე რომ ეს მარტივი განსამარტავი იყო და არც ერთი არის სპეციალური შემთხვევა, რომელსაც აი ახლა შევხვდებით აქ და ძალიან საინტერესოა. მოდი დავიწყოთ ჯერ 24-ით. ესე იგი გვაქვს 24. 24 რა არის? მოდი ნახოთ 24 რეებზე შეიძლება გაიყოს. ნუ 1 თავისთავად იყოფა 1-ზე 24 და იყოფა 24-ზე თავისთავად. კი ბატონო. მაგრამ 24 ლუწია და ამიტომ ასევე იყოფა 2-ზე და 2-ზე გაყოფილი 24 უდრის 12-ს. ასევე 24 იყოფა 3-ზე და 3-ზე თუ გავყოფ 24-ს, მივიღებ 8-ს. და კიდევ იყოფა 4-ზეც და 4-ზე თუ გავყავი 24, მივიღებ 6-ს. ესე იგი 24 ძალიან ბევრი გამყოფი აქვს, ასე რომ ნამდვილად არის შედგენილი. შედგენილი. შემდეგ, ახლა გვაქვს ორიანი. ორიანი არის ძალიან საინტერესო რიცხვი, იმიტომ რომ ორიანი იყოფა რაზე? მოდი ჯერ ვნახოთ. ორიანი იყოფა 1-ზე და ორიანი იყოფა 2-ზე. მეტი არაფერზე, ესე იგი ორიანი იყოფა 1-ზე და თავის თავზე. და საინტერესო იმითაა, რომ ორიანი არის ლუწი, მაგრამ მარტივი რიცხვი გამოდის, იმიტომ რომ არის განმარტების თანახმად ისეთი რომ იყოფა მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე. ესე იგი მარტივია. და უფრო მარტივი. უფრო საინტერესო ისაა, რომ ერთადერთი მარტივი რიცხვია, რომელიც არის ლუწი. ანუ ერთადერთი ლუწი მარტივი რიცხვია. დანარჩენი ნებისმიერი ლუწი რიცხვი გაიყოფა თვითონ 2-ზე. ამიტომ ნებისმიერი დანარჩენი, ანუ აი ესე შევხედოთ. თქვა ავიღე რიცხვი, რომელიც იყო მხოლოდ 1-ზე, თავის თავზე, მაგრამ ლუწია. თუ ლუწია, მაშინ 2-ზეც იყოფა და 2-ზეც თუ იყოფა, მაშინ უკვე მარტივი რიცხვის განმარტებაში აღარ ჯდება, იმიტომ რომ კიდე ერთი რაღაც აქვს დამატებული. ესე იგი, ერთადერთი ლუწი მარტივი რიცხვი არის ორიანი. ძალიან საინტერესო რიცხვი ამით. შემდეგი არის ერთიანი. ახლა ნახოთ, ერთიანი რაზე იყო? ერთიანი იყოფა 1-ზე და მორჩა. მაგრამ მარტივი რიცხვი არ არის. იმიტომ რომ მარტივი რიცხვის განმარტება გულისხმობს 1 და თავის თავს. ანუ 2 განსხვავებულ რაღაცას გულისხმობს. 2 გამყოფი უნდა. კი, ერთიანი კი არის თავისი თავი, მაგრამ ერთიანი ხომ მხოლოდ ერთი რიცხვია. და ამიტომ არ გამოდის ერთიანი მარტივი რიცხვი. საკმაოდ საინტერესო მიზეზია, რატომ არ ითვლება ერთიანი მარტივი რიცხვებში და ეს ცალკე ვიდეოში შეგვიძლია მივიხილოთ, მაგრამ აქ უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ერთიანს რადგან მხოლოდ ერთი გამყოფი აქვს და არა 2 გამყოფი, ის არ არის მარტივი რიცხვი და არც შედგენილი რიცხვია. ამიტომ არის არც 1. სწორედ აი ეს არის ის შემთხვევა, რომელიც არის არც 1. და ბოლოს დაგვრჩა 17. 17 რაზე იყოფა? ნუ 1-ზე იყოფა თავისთავად და იყოფა 17-ზე. 2-ზე არ იყოფა, იმიტომ რომ კენტია. 3-ზე არ იყოფა. არც 4-ზე იყოფა, არც 5-ზე, არც 6-ზე და შემდეგ რომ შევამოწმოთ 17-მდე, უბრალოდ არც ერთი რიცხვზე არ იყოფა, იყოფა მარტო 1-ზე და 17-ზე. ანუ თურმე 17-იც აღმოჩნდა მარტივი რიცხვი. მარტივი. და ესე დავამთავრეთ, ეს 2 წერტილი რა უნდა არ ვიცი პრინციპში. ხო, მოკლედ 17 აღმოჩნდა მარტივი რიცხვი და აი ესე შევამოწმეთ 4-ვე რიცხვი. გვაქვს ესე იგი 1 მარტივი, მეორე მარტივი, 1 შედგენილი და 1 არც 1.